თბილისის სანახებში დიღმის ტყეში ნადირობდა ერთხელ ფარნავაზი. ლეონტი მროველი წერს ამ ამბავს. დაჭრილ ირებს გამოხკიდებია თურმე. კლდის ძირას მისულა და იქ უსულოდ დაცემულა დაკოდილი ცხოველი. წვიმაც წამოსულა. იქვე პატარა გამოქვაბულისთვის შეუფარებია თავი ფარნავას. შეუმჩნევია გამოქვაბულის ერთი მხარე ამოშენებული იყო. უკრავს ჯოგლობი და გაუნგრევია კედელი. ოთახი ყოფილა კედელსითით. აურაცხელი განძი დახვედრია იქ. ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა განძს და საიდუმლო ადგილზე ინახავდა ფარნავას. დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის ეწვია ფარნავაზი. შესთავაზა ერთად ვიბრძოლოთო აზონის წინააღმდეგ. თანხმობა და სიტყვა მიიღო მისგან. შემოგიერთებო დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთს, თუ კი გავიმარჯვებთო ამ ბრძოლაში. ქუჯიმ. უკვე თუ მოგეცეს ძლევაი, შენ ხარ უფალი ჩემი და მე ვარ მონაი შენი და აღჭურვა ფარნავას სპანი. ოსნი და დორძუგნი გადმოიყვანა ქედსაკეთ. მაშინათა სიმხედარი, რჩეული ხრომნი და ბერძნი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდეს აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. სწორედ ქალაქ არტაანთან ბრძოლის დროს დამარცხდა და დაიღუპა აზონი. ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო გამარჯვებულმა ფარნავაზმა. 8 საერისთავო შეიქმნა. კახეთის, ხუნალის, სამშვილდის, წუნდის, არგვეთის, ოძრხისა და ეგრისისა. სპასპეც დაექვემდებარა ყველაზე მნიშვნელოვანი, შიდა ქართლი. გამეფდა ფარნავაზი 27 წლისა და მეფობდა 65 წლის მანძილზე. ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მიაწერს ლეონტი მროველი ფარნავას. და ფარნავაზმა შემოიღო კერპი ახალი. ამანვე ფარნავას შექმნა კერპი დიდი სახელისა, ზედა თვისისა. ესე არ სარმაზი, რამე თუ ფარნავას სპარსულად